აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ლევან გალობლიშვილმა ისაუბრა სამთავრობო პროგრამებზე, რეგიონებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე აფხაზეთიდან დროებით დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან დაკავშირებით. მივჭელეთ დევნილთა საჭიროებებზე და როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჩვენი მოსახლეობის, ასევე ჩვენს კონტროლებად ტერიტორიაზე ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობის საჭიროებებზე და ძალიან მალე ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად შეუდგებით საქართველოს მშენებლობას. ჩვენ აქტიურად მუშაობთ მთავრობასთან ერთად მთელ რიგ საკითხებზე. გაკეთდა ძალიან ბევრი, მაგრამ ყოველთვის არსებობს პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული.